ბა აკო ეს ხო უნდა გავხსნათ ისე ხო არ გვაქვს საჩვენებლად ანუ ვინ უფრო კაი ძალიაო ასე დღეში ვარ არა ბიჭოს გლახა უნდა იყო მე დამთარსეთ რო იცოდეთ ჩემი ბრალია თუ ჩემი დედამთილი თქვენ განსაჯეთ სალმებით რა ფქვილში მაგ ხელები ბოდიში ეთილი იყოს თქვენი მობრძანება მჭედრიძეების კარმით დამოში. ესე იგი, წარმოშობით ხო ვარ მეგრელი მამით, დედით ფშაველი. გათხოვებით ვარ? კახელ იმერელი, აი ორმაგი. იმიტომ რომ აქ ლაგოდეხში არის სულ იმერული სოფლები. სულ ცხოვრობს იმერელი მოსახლეობა რა. ხო და ყველამ ხო იცის რომ აქ მოვდივართ აღდგომას აუცილებლად და ვაცხობთ ფურნეში ამ პასკებს და თბილისიდან მოგვაქვს მართლა ჩამოწერილი შეკვეთები. ახლა გავრეცხოთ კვერცხი, რომ მზის ჩასვლამდე მოესწროს. ეგ დღე კარგად მახსოვს, სახლში რომ ამომიყვანა ვახონ თქვენთან და უნდა გამეცნო ვახოს მშობლები. ძალიან ნერვიულობდი რა თქმა უნდა. და მაია ტრიალებდა რაღაცა მე ჩემი მეგობრები მახვდნენ. და ისეთი ძალიან გემრიელი სუფრა გაგვიხალა და ძალიან მე თვითონ ხარ თვითონაც ნერვიულობდა თურმე მაგ დღეს. იგი ცნობდი ახლა ტელევიზიით ვიცოდი როგორი გოგოც იყავი და მაგრამ მაინც პირველი შეხვედრა მაინც სანერვიულო იყო. ვერ ვეძახი სახელით. ხო და ძალიან სულ მეუბნება რომ დამიძახე სახელით მაია და რაღაცა მაინც ის მაგ რაღაცას მე სიამოვნებს სახელით რომ მომართავ. და ვერ მივეჩვი, აი რატო? დედა ერთია და შეუცვლელია და ხო, არა, დედას რო ეძახიან, იმათაც მე არ მომწონს. მე არ მომწონს. რაცა თვითონ ესე ბავშვების იმით რაღაცა ბებო, ბაბუ ესე ვეძახი და ვერ მივეჩვი რომ დაუძახო სახელით. ხა უკვე რამდენი წელი გავიდა? 15. მე 16 წელი გახდება. აი, აბა წავედით. ცოტა ხანი თქვენ აჩერებთ ხო წყალში? აი, კაზაკისტანს. ამჯეროთ დედამთილს. გაიცანით ჩემი მამამთილი სოსო მჭედლიძე. ჩემი საუკეთესო მეგობარი ერთ-ერთი. ჩვენ კაი გუნდი ვართ. კი. აი მართლა რა. მე მოვიდა რა. აჩვენებელი არ არის იგი არა მე არა. როგორ ძალიან არა. მართლა მეგობრები. კი. უსიტყვოთაც შეიძლება ერთმანეთს გავიგოთ. ბედნიერი კაცი ვარ მე ამ ხრიდან. ვცდილობ რომ ესეც ბედნიერი ვამყოფო როგორც მე მამამთილი. ეს არის კაცი რომელიც იძინებს და იღვიძებს ნერვიულობაში. თუ არის ამ დარდში, ფოთში, რომ ყველას ყურადღება მიაქციოს, აბა ერთშვილს, აბა მეორე შვილიშვილებს, ის წაიყვანოს, ის წამოიყვანოს და მოკლედ ძალიან. მობძანდით, დაბძანით ხა ბატონო მაია მობძანდით. ეს წელია ცოცხალი ხარ? ჩვენ 44. 81 წელს. საერთოდ ისე ხშირად აქვს ეს სხვადასხვა აზრი. ხან თქვენ ხარის ვიჭერ ხოლმე ხო ვიჭერ. სიმართლის მხარეს. მე ჩემი დედამთილისნაირ კერძებს ვერ ვაკეთებ და ეგრე გემრიელად ვერ ვაზრებ, მაგრამ სწრაფი ხარო მეუბნება, სწრაფად და ესე სწრაფად როგორ აკეთებ და ერთმანეთს ვაბალანსებ რა. ამწყაროთ აქ თავისით ამოდის ეს წყარო ქვემოდან რამიწიდან ანუ 120 მეტრზე ჩავცხარეთ და მე უკვე თავისი დეუნით ამოდის და დინებით. და არის სუფთა წყალი რა, ლაგოდეხი და მაგით არის გამოჩეული, რომ ანუ მატყორები და ესენი არ უნდა რა. ესენი არის ბანანის ხე, ხო, ხე ბუჩქია ბანანი, თუ ხე არის ნეტა. ეს არის ხოლმე ულამაზესი, აი აქ რაღაცა ტროპიკული კუთხეა ხოლმე, ზაფხულში რო ვართ ხოლმე, აქ ხედავთ ბანანის ჭრდილში. როგორ ხედავ? რატო გიყვარს აქ ყოფნა, ეხა ეგ მოყევი. აი აქ გაბროსთან ერთად ყოფნა. თამაში აქ ყველაფერი სუერთობი ხოლმე და მაღაზიებში გასვლა სკუტერით გადავა რა ყველაფერი კაია.
ჩემი ბავშვები, მოდი გაბრო. რა მოხდა იქ ზურამ ეს არის ჩემი მულიშვილი. ეხა სიმართლე მოყევი შენ. იმას ნუ უყურებ. მანქანით რო აღმოჩნდით ბავშვები სადღაც აქ. იქ რა ვიყავით მოყევი. სიმართლე, ეხა სისწრუის დეტექტორზე შეგაერთებთ. თავია, შორება ხო იცოდი, მანქანით რომ მივიდოდი, პოსტა სამას რომ ვიყავდი. ხო. რო ითვლიდი ბაბუსას აქს გახსოვს? მეო ისეთ რომელ ასაკში უნდა მოვიყვანო ცოლიო? ეს ამბობდა რომ მეო მინდა რომ ჩემი ბაბუაო მოესწროს ჩემ შვილსო და 20 წლის რო ვიქნებ ცოლი უნდა მოვიყვანო. წავედით, თორე იქ. ვაიმე. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? კარგად. გამარჯობა. მიესალმეთ ჩემი პოდკასტის მაყურებლებს. ეს გახლავთ ბატონი აბელი, ჩემი მამთილის ძმა. საოცარი, შრომელი და კეთილშობილი ადამიანი. სული და გული. შემოვა. შეიძლება? ტემპერატურა არ დავარღვიოთ იმის. ესე იგი, ცომის მოფრთხილებისა და ლოლიავის იმას შეხედეთ, ანუ გათბობის რამდენიმე ალტერნატივა. შეიძლება ავხადო? აი, მისი უდიდებულესობა ცომი მეგობრებო, რომელზეც რამდენიმე ღამე არის უკვე გათეული და დღეს გამოცხება. ესე იგი, ცხიმი ზეთი უნდა წაესვას, ხო? რო არ მიიკრას. ყველა შესაძლო ჭურჭელი არის გამოყენებული, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი, ეს არის ნიგოზი, ეს არის ქადის გული. მოაქვს, კი, მოაქვს. დააყარე და მე უნდა გადანაწილდეს სულ. დააყარე ხელით. გადაანაწილე. რას ვტრიალებთ რძლები? შევწყვე. მე მგონი კაი ზომა ამოვიღე. გამოგილა ყველაფერი. მე თან როგორ დამწყურებენ. ხელები მაქვს აკანკალებული. მარი, საწახვედი, მოდი შენც უნდა ცოტა. მარი, მე მგონი გვაჯიბრებენ, მოდი. ანუ ვინ უფრო კაირძალიაო? მოდის ნიგოზ. ბინების კეთება იცოდა ძალიან კარგი. გადავაბარე გვასას. არა, ბიჭოს, გლახა უნდა იყო. კი, რაზობაც გინდა. აჰა, ბატონო. მივიღებ. არა, სხვანაირად არა. ფორმას. მერე ეს ხა 1 საათი კიდე დაყომდება, კიდე ამოფუვდება ეს ცომი. უკვე მე 2 დღის თავზე და მერე შებრძანდება ფურნეში. ხალხო, ვერ გესალმებით რა, ფქვილში მაგ ხელები ბოდიში. როგორ ახართ? ნუ ხა ისე ვინერვეული ამ ცომის ამოღებას. მირჩენია რომ დავანებო თავი, არა მოვიღო. იმიტომ რომ ვიცი რომ ჩამოვალა აქ და ჩემი მაია და ჩემი მზეო დამახვედრებენ. ეხა რა ხდება, აბა? გადაიგრიხება, ხო? ვიდა, აბა? აბა? ორ ხელში. მეცა? ოხო. ოპა. აჰა, მარტივად და გენიალურად ჩაჯდა, მორჩა. ამით ისმება მეგობრობის სადღეგრძელო. აი მაგალითად ამ სასმისით. ნახე, ამაში ჩაასხამენ სასმელს
ხელმა ხელი დაბანა ორიონ პერიოდად თუ მეგობრის ის არა გაქვს, მოკლედ ვერ დალევ რა. ანუ ამ ეს სიმბოლიკა დას და ეს ესვავე ამითი წევ. გიждები ბოსტნებზე. აი ვაფრენ, იმიტომ რომ მე სადაც გავიზარდე, იქ მქონდა სულ ბოსტანი თიანეთში და ყოველ დილით ჩავიდოდი პიტნას მოვწყვეტდი ჩაისთვის, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, ხახვი, ლობიო, ყველაფერი მქონდა ადგილზე. ხო და მართლა გეუბნებით ბოსტანში რომ შემოვდივარ. გონია რომ რაღაცა ოქროს მოვიპოვებ რა, აი ოქროს საბადოზე რომ რაღაცას აღმოაჩენ. ხო და ეს ნიორია, ნახე, აი ჩაკაფულს უნდა ეს ახალი ნიორი, მეგობრებო, ეხლა უკვე რომ გახსნილდება. აუ რა სუნი აქ იცით? მოდი შენ უნდა ჩაგწერო, მოდი. ნიცა, მოდი. თქვი რამდენი წლის ხარ? 5-ის. რამდენი? 5-ის. ვარო. სინამდვილეში 2-ის არ არის. მოდი, მოდი. მოდი. მეულეს ასე ეგუტება. თებროლე. აი მე ეს თებროლე გადაიღე, მოდი ბოჩოლა. თებროლე ქვია? ბოთოლ. პატალაში. ახალი ნიჭი გამოვავლინე დღეს. New talent unlocked. მე თვითონაც არ ვიცი. ახლა იწყება მთავარი ამბავი, ფურნეს გახურება. კარგახნით ადრე ანთებენ, მით უმეტეს როცა მთელი წლის განმავლობაში, რაღაც თვეების განმავლობაში თქვათ არ გამოუყენებიათ, ძალიან რო არის გაციებული. წინა დღესაც კი ანთებენ ხოლმე ზოგჯერ, რომ კარგად გათბეს, გამოშრეს, რომ ძირები მერე კარგად ცხელზე გამოუცხეს. და უკან, აი თუ მოხვალთ ახლოს დაინახავთ, აქვს ესეთი ფანჯარა, საჰაერო. თავიდან მოკლედ რო ინთება ეს ფურნე, აი უკან ხო? თავიდან რო ინთება ეს ფურნე, ის ღია არის, რა თქმა უნდა, რომ ცეცხლის წვას შეუწყოს ხელი ჟანგბადმა და კარგად დაენთოს. მერე რო გახურდება გარკვეულ ტემპერატურაზე, იმასაც უკრიდან რაღაცას მოადებენ, დაკეტავენ, რომ შიგნით იტრიალოს ამ ტემპერატურა. მერე თუ უნდათ რომ დაწიონ ტემპერატურა, იმას ისევ გააღებენ და აი ესე ბუნებრივად ჩვენ რო ღუმელებს ვატრიალებთ და სენსორს ვაჭერთ, აი მაგ პრინციპით ამუშავებენ ფურნეს. $20,000 გამომწერზე ტრაქტორით ჩამოვალთ ბიბიში. აჰა. მეგობრებო. აბა მოგესალმებით ტრაქტორიდან. მალე ჩვენ გავხდებით 20,000-ნი. და რო გავხდებით 20,000-ნი, აი ამოვქოქავ მერე ამ ტრაქტორს და შევხვდებით თბილისში. და ქოქო! აჰა. მეტი რა გავაკეთო, წავედით. ახლა გამოდის პირველი პარტია. მოდი შეიხედე. ამაინტერესებს, რა ტემპერატურაზეა ფურნე? ფურნე იქნება 180-170 გრადუსი. წყობა მიმდინარეობს აი ამ პასკების ამ ტემპერატურაზე. და როგორ უნდა მივხვდეთ რა ტემპერატურა? რაღაცა ხელი ხელს შევყოთ და უნდა 20 თვლას უნდა გაუძლო. 20 თვას. ესე იგი თავიდან როცა შევდებთ, რადგან ტემპერატურული ის არა გვაქვს, ეგრევ სინჯავთ. რა მაინტერესებს იცი? რატო უნდა გათენება აი ესე იგი ამოვა ცომი, უნდა ჩაზილო. მერე კიდე ამოვა უნდა ჩაზილო. ამიტომ უნდა გაიღვიძო ადგე, ჩაზილო და ისა თუ დაგეძინება გააგრძელებ ძილს. პასკის გვერდით ბენზინა. მაისაც ხوار გავაფუჭებ ხა. ესეთი საათომო კასკა გიწამე. აჰა. დამეწა.
აი პატარები. მზეობიცოლა. როგორი რძალი ვარ? იდეალური გენაცვალე. ჩემი საყვარელი რძალი. ყველგან ვამბობ, ლაპარაკობ. ვაცა ესეთი ყავს და ისეთი რო ყავს. ჩამოვედი პირველად ეგ დღე გახსოვთ? კი, როგორ არა, მახსოვს. მე მგონი სანამ ვახოს მეუღლე გახდებოდი, მანამდე. იყავი აქ. ხო და როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ ჩემზე? ნეტა შენაირი რძალი ყველას ყავდეს. ძალიან მიყვარს. ყველაფერი რო ეხერხება, ყველაფერს რო აკეთებს, ჩემი უსაყვარლესი რძალი. ძალიან მადლობა, სხვა მაგრამ უკეთესი ვინ უნდა მოეყვანა ჩემს მე არ ვიცი. გაგვიმართლა. მაზლის ცოცა ძალიან კარგი რძალი ყავს, ისე რომ გამართლებული გვაქვს. აკარ ხალხში მოვხდი ხედა. აბა, გიჟდები. ხალხო. ჯონჯოლ. ეს ხო უნდა გავხსნათ? ისე ხო არ გვაქვს საჩვენებლად. აი მე ეს ვინ? ეგეკო, მოდი. ეგეკო. მე მიყვარს ტრადიციული შინდისფერი წითელი კვერცხები, მუქი, ისეთი მუქი. ახლა ესე ამოდუღდეს. არა, ერთი რა არის ამის გარდა. გამოგარჩადე. ახვიდეთ. ჩემი დედამთილი განთქმულია თავისი ჟავეებით, მეგობრებო. და როგორც გახსოვთ, ჩვენმა კომბოსტოს მჟავემ დიდი ფურორი მოახდინა. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ვიდეო ეგ იყო. ნახრაშუნა ჩვენთან საერთაშორისოში, იმიტომ რომ 9 მილიონამდე ნახვა აქვს დაახლოებით და ხალხი ითხოვს რეცეპტს. აი ხა გვაქვს შანსი რომ მოვუყვეთ რა არის საიდუმლო მაგ კომბოსტოსი, რომ არის ასეთი ფერის და არის ასეთი ხრაშუნა. ძანეთ ეხლა მოგახსენებთ. საიდუმლო არაფერი, რა ვიცი, გორის კომბოსტოს ვარჩევ, უფრო მაგარი არის გორის კომბოსტო. აი მოიგავით ხო? 10 ლიტრიანში ვდებ 8 კილოს. თვალით ჭარხალს, ნიახური, კამა, ცოტა ნიური, წიწაკა გემოვნებით. და ვიშა 10 ლიტრიას 10 სუფრისკოს სავსე მარილს უკეთებ. რაღაცა არა, ხრაშუნა კი რაღაც ღვთაებრივი გამოგდით, მაგრამ რაღაცა იმას ხან მოხდით ხოლმე მე დააწვევით რაღაცა ეს მერე იკლებს ცოტა წყალი გადმოდის და ვამატებ რომ არ დაობდეს იცის აპკის გაკეთება თავზე. ანუ უნდა იყოს სულ ჩაძირული. ხო. ტემპერატურა? ტემპერატურა 4-5 დღე სითბოში და მერე 5 დღის მერე სიგრილეში. ეხლა მთავარი რაზეც გვედავებოდნენ ეს ჩვენი გამომწერები იყო რომ პლასმასის კონტეინერში იყო, მაგრამ თქვენ სულ აკეთებთ ხოლმე მანამდე შუშაში. შუშაში და იმ მომენტში არ მქონდა. მეგობრებო. არ მქონდა იმ მომენტში და რაც მქონდა იმაში გავაკეთე. ისე შუშა ჯობია, ხო? შუშა რა თქმა უნდა, ყოველთვის შუშაში ვაკეთებ. ეხლა რა უნდა გითხრათ? თქვენ მე დამთარსეთ, რომ იცოდეთ. იმდენმა დამიწერეთ და ისეთი ინტერესი იყო, რომ დამრჩა სითბოში და გამიფუჭდა. ხო, ეხლა. ნუ ნახევარი რაც თქმა უნდა შეიჭამა, მაგრამ ეს ნახევარი რაც სითბო არ უყვარს. სითბოში დამრჩა და გამიფუჭდა. მოხსნი თავს და იწყებ ამოგებას სიცივეში უნდა. სითბოში მალე ფუჭდება. აი, ეს არის ჟავდება რეცეპტი. უფრო მეტად. სპეციალურად ჩემი ძვირფასი პროდიუსერისთვის
იხსნება ეს უნდა მოიღო ხელით, იმიტომ რომ იხრიტება და თუ გაიხრიტა და ყველაფერი წვენი გამოუვიდა, მე აზრი აღარ აქვს რა. კომენტარია. არა, აი მაქედონია მეცნე. აი. აია. მეთო ძაგები. პავიდი ოიანის ჭაფში. ასე დღეში ვარ. ესე იგი დამიტოვა ჩემმა დედამცილმა კვერცხი მოსახაშად და დამავიწყდა და გადმომივიდა. არა უშავს. მეგონი კარგ ფერზე შეიღება. და არც ერთი არ გატეხილა. საქმიანობდი, უსაქმურადაც არ ვიყავი. ზოგი აჭრევდა. ენდრო ჩემი დაყენებული არ არის გენაცვალე. 50. აკას როტეხავს ფლის, ხის როტეხავს ფლის, ხეჟერვადის ხის როტეხავს ფლის. ნერვები გეშლება? ამაზე ნერვები ცოტა აჭრევდა, მაგრამ არა უშავს. ეხა ეს ჩემი ბრალია თუ ჩემი დედამთილი, თქვენ განსაჯეთ. საერთოდ იცით რა მგონია? რომ ძალიან დიდი ბედნიერება, როცა გაქვს საშუალება, რომ სოფელში წახვიდე. აი მართლა ალბათ, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად იყო ბავშვობიდან ეს იღბალი მაქვს, რომ იქაც სოფელში ვყოფილიყავი და მე აქაც შემშვილებს ქონოდათ ესეთი შანსი, რომ ზაფხულობით, აღდგომას, ზამთარშიც ნებისმიერ დროს იყვნენ სოფელში. როცა ეს ეპიზოდი დაიდება, უკვე ეს დღესასწაული დამდგარი იქნება და მინდა რომ მოგილოცოთ ყველას აღდგომის წინვალი დღესასწაული. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და რაღაცა ისეთია, განსაკუთრებულია, ოჯახების გამაერთიანებელია და ოჯახების რაღაცა თქოს წინაპრებთან შეხვედრის რაღაცა ეს არის ჯადოსნური მომენტი და მინდა რომ ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გრძელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მიყვარს.